უმუშევრობა არის ნამდვილად საქართველოში, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ მუშაობა ვისაც უნდა შესაბამისად ნახავს სამსახურს. მართალია დაბალი ანაზღაურებაა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამუშაოს ნახავს. ასე ეხმაურებიან გორში რიგითი მოქალაქეების სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2,5% პუნქტით შემცირდა და 13,9% შეადგინა. მათივე ცნობით 2024 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,5% შეადგენდა, რაც 0,5% პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2024 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3,2% პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1,4% პუნქტით. თუ მოინდომებს ყველა იმუშავებს. აი უფრო რა სფეროებში საქმდებიან? ეხლა თქვენ რა გინდათ მინისტრებად? აი უფრო რა სფეროებში არიან დასაქმებულები? მომსახურების სფეროში, საჯარო სექტორებში, კერძო საჯაროშიც, კერძოშიც, მომსახურებაშიც. და აი სტატისტიკის მონაცემები დაიდო, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია უმუშევრობის დონე. რამდენად რეალურია თქვენთვის? ნამდვილად. მე ვიცი ხალხი რომ ეძებენ იმებს, რა ქვია. და ვერ შეულობენ, აი თუნდაც კონსულტანტები, თუნდაც ჩვეულებრივი მუშები, თუნდაც ვერ შეულობენ. არ მიდიან უბრალოდ ეგრე ურჩევნიათ ეს. უმუშევრობა ნამდვილად შემცირდა, თუ მოინდომებს ადამიანი ყველა იმუშავებს და კაი ანაზღაურებაც აქვს. დაიდო სტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა საქართველოში. რამდენად რეალურია თქვენთვის ეს სტატისტიკა? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან. ადამიანი დასახდა. დია. რა სფეროებში? აი უფრო სავაჭრო მაში სოფლის მოსახლეობა თვითონ გორში, გორელებიც უფრო აი ისინი როა რა ქვია, მაღაზიები და ისე ეგეთ რამეებზე საქმეები შვილო. კი. მონაცემები დაიდო, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა. რამდენად რეალურია თქვენთვის ეს სტატისტიკა? მე ვერაფერს ვერ ვცნობ, ნამდვილად ვერაფერს ვერ ვცნობ. ჩვენამდე სიმართლეს არავინ არ მოიტანს შვილო. არავის არ მოაქვს ჩვენამდე სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ პენსიონი შეიძლება სულ კარგია ეს მთავრობა, ომი არ არის, მშვიდობა, მაგრამ პენსიონერს რა? სამუშაო ადგილები არ არის, თუნდაც გორში ან თბილისში. არ ვიცი შვილი, მე თბილისელი ვარ და თუ რაღაცა სწვალობ და რაღაცას იწვალებ, რაღაცას მიაღწევ, მაგრამ ის ხელფასიც არ აყოფნის ახალგაზრდებს. ახალგაზრდას კიდევ უფრო მეტი უნდა. ჩემსავით ახლა წლიდან წლობამდე ტანსაცმელი უნდა, ახალი ფეხსაცმელი უნდა, რაღაცა უნდა. რა გითხრა შვილი? აი უფრო რა სფეროში საქმდებიან? არ ვიცი, აი მაგალითად ვიცი რომ მშენებლობაზე საქმდებიან, მაგრამ ეს მშენებლობა კიდე ისეთი რამეა, ყველას არ შეუძლია და რა. ჩემი შვილი მეუბნება, ბებო, მირჩევნია ფიზიკურად ვიაზროვნო, ვინემ ფიზიკურად მუშაობას მიჩნია ტვინით ვიაზროვნო. ბევრი არის რომ უმუშევარია და ბევრია რომ აი უფრო რა სფეროში საქმდებიან? და სფეროში ახლა მაგალითად სოფელში თუ რაღაცა მეურნეობაა თუ არა და კერძოზე გაჭირებით ამუშაობენ, მძიმე სამუშაობა უწევთ და მე მგონი უფრო ნაკლები და საქმეები სოფელში უმუშევრობა რო ბევრია ეს ვიცი. ცნობისთვის 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფშია. რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი, აღნიშნულია ინფორმაციაში.